ისევ მე ვარ მეგობრებო. გავაგზავნოთ რაღაც გონი საინტერესოს გადავეყევთ. უკვე რა კაი ამინდია. 12 გრადუსია, სიტყვა, ხო, 10 გახდა. მზიანი, ქარი არ არის, არაფერი არ არის და წარწერებია, რომ იქო გზაო დაკეტილიაო. ეხლა ნამდვილად არ გვაწყობს ეს ვაიომინგია, ხო იცით, ყოველთვის ასეთი ცვალებადი შტატია, ყოველთვის არ იცი რა მოხდება, მაგრამ მე წამოდი 100-თა, ყველაფერი 100-თა, მაგრამ წარწერა ეწერა რომ თოვლიაო და შეიძლება დაკეტილი იყოსო. ჩემი აზრით გონი წარწერა დარჩათ ის ავტომატურად ალბათ რა უნდა იფიქრე რა საიდან თოვლი რა თოვლი ის თოვლი შეგახსენეთ მეგობრებო ხო ვაიომინგი არის 3000 მეტრის სიმაღლეზეა ზღვის დონიდან სულ ესეთი შტატია სადღაც 400 მილი გრძელდება ეს უნდა გავიარო და ეხლა ალპური ზონა იწყება 2200 მეტრით ზემოთ ხო სვაგზა მაინც არ აქვს ახლა წრე დავარტყა მაგრამ რა თოვლი ის თოვლი ახთ მაინც ვიდეო ჩავრთეთ ცოტა ქარი კი არის მაგრამ რუს არ ათამაშებს ესეთი ქარი არ არის რომ თანახა მძიმეები ვარ ჩვენ 22,000 ვართ მაგრი პრობლემა არ უნდა იყოს გულისხმობ ქარს როგორ ავთქვით, ჩვენ ვიდეოებში ჩემ ფიქრებს გიზიარებთ. ყოველთვის ფილოსოფიურ და რაღაც იმებს ვარ ვიფიქრებ. ჩვეულებრივ მიმდინარე ძღოლურ ამბებს გიზიარებ და აი აგერ ნახე წარწერა, ესეთი დაფაა და დაწერია ანათებს. და მივახმოვდეთ ახლოს. Extreme crossing თოვლის პანტელებია blower risk, extreme blower risk დაწერია. პლუს 40-ია სიჩქარე ქარის მაილში და ექსტრემიო და რა ვიცი რა ექსტრემი. blowing არის აი ამქერი რომ მოდის თოვლის. იმას მოხარს. არის ნახოთ. აქტიურ რაღაცა მელოდია. ეს ვაიომინგი შტატი აი ნურადროს აი ვაიომინგი როგორი შტატია იცით მეგობრებო აი სანამ ბოლომდე არ გადაივლი ვერ იტყვი რომ გადავიარეო რა აი მომენტია რა ახლა დამშვენიერი ამინდია ყველაფერი კარგია და შეიძლება რაღაცა შეიცვალოს რა ვიცი რა იქნება აქ არის რადიაცია დიდია, საერთოდ ისეთი სხვათაშორის მიუხედავად ასეთი ცუდი კლიმატური პირობებისა, ყველაზე დიდ შტატად ითვლება. მგონი ნიუ-იორკის შტატია, ამერიკის შტატებს შორის ბიუჯეტში. პირველ ადგილზე ნიუ-იორკის შტატი და მეორე მოდის ვაიომინგი. დასახლებული არ არის, მაგრამ ძალიან ბევრი წიაღისეულია და განსაკუთრებით ეს რადიაციული ნივთიერებები, ურანი, პლატინუმი, ბორიუმი და 1000 რაღაცები ეს რადიაციული ნივთიერებები ხო საკმაოდ ძვირია და სამსახურები არის, მაგრამ ამ რადიაციული გარემოებიდან გამომდინარე მუშების მოხრება ყოველთვის უჭირთ. ადრესა მაგ რა თქვამი რომ ძალიან ბევრი ადამიანი 10-15 წელი აქ მუშაობს, მე აგროვებენ ფულს და მე მიდიან უკვე ამერიკის სხვა ნაწილებში, სხვა შტატებში. იძახიან მაღალი ხელფასებიაო, მაგრამ ზუსტად არ ვიცი. მაგრამ რადიაცია რა ასასიამოვნოა რადიაცია. რომელიც იწევს სიმსივნურ ავადმყოფობებს და 1000 რაღაცებს და თავისთავად ეხლა იქნებიან ადამიანები, რომლებიც არ დაგიდებენ ჯანმრთელობას და ფულზე ფიქრობენ და ფულიდან გამომდინარე რისკის ქვეშ აკეთებ. ერთადერთი ვაიომინგში ძღოლებს უხარიათ ხომ ესია, ну რა თქმა უნდა, როცა კაი ამინდია, ძალიან დიდი ფართო გზა არის.
აი ვისაც უყვარს ხოლმე ტარება და ეს ასე ვთქვათ გონკაობა, ქართულად როგორ არის გონკაობა? ბონა და ვისაც სიამონებს, აი მანქანის ტარება, ეს ერთი სიამონება აქ ტარება. თო ფართო გზებია. კაი გზებია და ასე შემდეგ. ამით მაინც ვისარგებლოთ და დადებით და დავიმუხტოთ. იმ იმედით, რომ იმ კარიან და თოვლიან ამითში არ მოხვდებით. და კარმა და უკვე დაიწყო რუმა თამაში. ამ 40 ახლა დიდი ისეთი არა, მაგალითად თქო მაინც. აი თქო მანქანა გადაყირა და თუ რასაკეთებენ აგერ. ცოტათი რულს ათამაშებს, საჭეს აი ესეთი საგანგაშო ნამდვილად არ არის. წავიდეთ სხვა რა გზად ვახ. დავაკვირდეთ, დავილოდოთ. აი, ჩვენი აბრაამ ჩიკა გაიჩითა. აბრაამ ლინკონის მონუმენტი. ეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პრეზიდენტი იყო ადამიანთა უფლებების დამცველი. და ტურისტულ ბუკლეტებს უყურებთ ხოლმე ამერიკის შესახებ. აი ეს მონუმენტი მეოთხე თუ მეხუთე ფოტოში ყოველთვის არის ხოლმე რა. აბრაამ, როგორ ახარ აბრაამ? რომელმაც მის პრეზიდენტობის დროს გაუქმდა მონობა, მერე დემოკრატიულ საწყისებზე დაადგა ამერიკის მთავრობა და ითვლება ყველაზე ერთ-ერთ ადამიანთა უფლებების დამცველი, ადამიანთა დამცველთა არასწორად ადამიანთა უფლებების დამცველი იყო რა ძალიან დიდი და აბრაამჭა ახლა წერია შევდივართ crossing 40 gradu extreme flow risk. ამაც რისკში შევდივართ. ვაიომინგის შტატში არის ასეთ რაღაცა ხშირად ადრე მაგ ნათქვამი რომ აი მიდიხარ და შეიძლება ქარმა უცბად დაგარტყმას რა. და შეიძლება მაგას გულისხმობენ რა. აქ ჩვენ ძიმეები ვარ და პრობლემა არ აქვს, მაგრამ მაინც ყურადღებით უნდა ვიყოთ. ეს ერთ-ერთი ცუდი დაღმართია მონუმენტიდან ზამთარში არის ხოლმე სულ მოყინული, მაგრამ არაფერი ისეთი ზამთარში არ ჩანს. აბა სავარაუდოდ გულისხმობენ რომ ხარს. შეიძლება მოხდეს ისეთი ისა რომ ქარი ამოვარდეს. ნახეთ. აქ თებს შორის ვიდეოა და აბა თები რომ დამთავრდება, აბა იქ არის ქარი. ნახეთ რა. არაფერი არ ეთქოს. ჩათვალეთ თქვენს ხარ რუზე და თქვენი ფიქრებით ატრიალეთ. მე ბევრს არ ვილაპარაკე. ამსია. ლარამიეში ჩამოვედით. აი ვაიომინგში რომ მოვდივართ ხოლმე და წინასწარ ამინდებს რომ აკვირდებით, ყოველთვის ვიღებთ ხოლმე ლარამიეს და ლარამიაში რა ამინდიც არის, იმის მიხედვით მე საზღვრად ხოლმე ვაიომინგში როგორი ამინდებია. თუმცა ეს დასაწყისია. რა ვიცი, შვედიელი ამინდია. თოვლი არ არის, ქარიც ისეთი არ არის, რომ საკანგებოდ გათამაშებდეს. ხშირად აი ვინც ამერიკაში ცხოვრობს და ზოგჯერ ამბობენ აი ამიტებს გამოაცხადებენ ხოლმე და პანიკა და აი ზოგი იტყვა ხოლმე ქარიშხალია, თოვლია და მე გავაიწყე და ისეთი ქარიშხალი ის არ არის და რაღაცა სახელი აქვს გაფუჭებული როგორ გითხრა სინოპტიკოსებს.
რას გული აი ძალიან მაგრა აზვიადებენ ხოლმე აი ალბათ დამეთანხმებია ბევრი და გააფრთხილებენ ხოლმე ქარიშხალია წყალდიდობა რაღაცა ისეთი შედეგით არ არის ხოლმე თუმცა ბევრჯერ არ ტყავენ კიდევაც მაგრამ მაინც ისეთი ჩვენ აი ემიგრანტები და აი ჩამოსულები ვინც არიან ეს აზრი არის რომ ამერიკელებმა იციან გაზვიადება რა ნუ ამ შემთხვევაში ეხლაც ისეთი წარწერები ეწერა რომ თხილად რისკიო და მთელი ამბები მაგრამ რა ვიცი რა რისკია მაინც ვერაფერი ვერ ვიგრძენი თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ვაიომინგს სანამ ბოროტი არ გადაევლი ნუ იტყვი ხო ფასო ეს შევინარჩუნო რაც მართალია კაი სატარებელი გზა არის რა ეხა არ ვიცი ეხა მე ალბათ შევეჩვიო უკვე მანქანას უკვე ამდენ წელია უკვე მანქანას დავატარე მაგრამ აი გამახსენდა აი საბჭოთა კავშირში ხო მანქანის ყიდვა ის იყო რა მოვლენა და ადამიანები რო ყიდულობდნენ მანქანებს და მეც მათ შორის პირველად 18 წლის ვიყავი პირველი ჩემი მანქანა რომ ყავდა და ისე მიყვარდა წარება და სიარო კურსეც კი მანქანით მივდიოდი ხოლმე კურსზე მაღაზე იქვე იყო რაღაც 200 მეტრში და მანქანას დავხოქავდი და კურსზე მივდიოდი მოვიდოდი და რასვაბო მე ამ დროსაც ამ ბათუმისკენ და სოხუმისკენ რომ მივდიოდი გზაზე იმენა როგორ ვთქვა ნებიურობდი და აი ჩემნაირი რამდენი იყო რა და აი ვისაც ეს ნებიურობა უყვართ ტარების ნებიურობა და ეს მუღამები ეს გზა არის ძალიან მაგარი. თან ისეთი მოძრაობაც არ არის, ან ტრაფიკი რაღაცა მედი და უბერავ და თუ ეხლა კაბრიოლეტით ივლი და ის რომ მოგახსოვს კაბრიოლეტში რომ დაждდებოდნენ და თმები რომ უფრო და იყო მთელი ამბები ესეც თავისებური მუღამია და აი ალბათ გამიგდეთ ხო აი ვისაც ეს მუღამი უყვარს ეს ტარების მუღამია ეს შტატი ამას იძლევა მიუხედავად იმისა რომ ჯგუფებისთვის ვაიომინგი ყველაზე პრობლემატური და არასასურველი შტატია აი ტარების კომპენსაციით ათანასწორები მოაქვს ემოციას თუ მოხდი უამიტობაში და რაღაც ამიდან გამოწვევ პრობლემებში თუ მოხდი მაგრამ ნუ ძალაუნებად აქეთკენ რობოტი ხარ მაგაზე ფიქრობ მაგრამ მეორე მხრივ აი ახლა ეს ტარებით რომ მიდიხარ და ნუ ატარებ და აი ეს რო სიამოვნებს კომპენსაციას აკეთებ და შეგიძლია ეხლა ცოტა დასახელებული პუნქტი აქვს 75 მაგრამ იქით 80 რომ მიდიხარ 80 მაილი არის ამდენია სადაც 120 და იმეები მიდიხარ ამერიკაში ვაგზავნია შეზღუდულები შეჩქარი 180 რომ მიდიხარ აი აგერ კიდო წარწერა აბა რა წარწერაა და სხვა გავუვერეთ წარწერები ამონახოთ რა წერია მიუახლოვდეთ თქვენ შუაში ნახეთ თქვენ თუ მოასწრებთ საკითხვას close to all campus and ესე იგი უბრალოდ რაწერია იმათვის დაკეტილია ვინც 20,000-ზე ნაკლებით არის მსუბუქ მანქანებისთვის დაკეტილია და მძიმე მანქანებისთვის ესე იგი ტრაილერებს შეუძლიათ გავნა იმიტომ ხარიაო და მსუბუქ მანქანებმა არ უნდა წავიდნენ თქვენ დატვირთულები ვართ მძიმეები ვართ და წესი და რიგით არ უნდა გაგვაჩეროთ გაჩერება არ გვაწყობს სამუშაო სეზონი კარგად დაგვეწყდა გვინდა ეხლა ჩვენ გაჩერება და დატობრუნება და დაპყრობები
ნამდვილად არ გვინდა. გაფრთხილება მოდის. ხო, იგივე წერია close to all campers under 2008 is crossing. ხო, იგივე წერია რა, ეს 20,000 აუნზე ნაკლები თუ ამანქანა, იმათვის აკრძალულია წასვლა. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ მეგობრებო სადავად ეხლა ამერიკის რუკას რო შეხედოთ ვაიომინგი არის ჩრდილოეთ დასავლეთით შუაში და ცოტა აქ ფაქტობრივად შუა ამერიკაში ვართ მე მაგალითად ბავშვი რო ვიყავი და წიგნებს რო ვკითხულობდი სულ რუკასთან ვიყავი ხოლმე და ის პროცესები სადაც ისტორიები ხდებოდა ამბები და რუკაში რო აფრიკაში ამერიკაში იმას რო დავადებდი ხოლმე ძალიან სიამოვნებდა ხოლმე ეხლა ესეც მომყვება რა ზოგჯერ რო წარმოვიდგენ ხოლმე სადავარ თბილისიდან ამხელა მანძიზე და როგორ ვთქვა ნებივრობ იმით რომ ადრე წარმოდგენაში რო მქონდა რუკაზე რომ აქა და აქა ვარ და რეალობაშიც რომ აქ რომ მოვხდები რაღაცნაირად რაღაც კაი დადებითი ის მოდის რა ემოციები არ ვიცი თქვენ ახლა როგორ აკიხსენით მაგრამ მაინც აიღოთ ეხლა რუკა და შეხედოთ რომ სადავართ, აი ასე საინტერესო მომენტს დაიჭერთ. მე ყოველ შემთხვევაში ვიჭერ ხოლმე რა. შტატი ვაიომინგი. ჩრდილოეთ ამერიკის შუა ნაწილში. ნუ ნებრასკა ყველაზე შუა და ნუ ამერიკა ვაიომინგი ცოტა უფრო მარცხნივ. რა შუაში არა ვართ, მაგრამ თლათ განაპირასაც არა ვართ. შუა ამერიკაში. მე მაგრამ მიყვარდა ძალიან გეოგრაფიის გაკვეთილები და ახლა მოგზაურობა ხომ მიყვარდა და პირველად რო გავიგე რომ ეკვადორი დედამიწას რო შემოარტყა, დედამიწას არის 40,000 კილომეტრი და ვფიქრობდი ვინ მაგელანმა ხო დაარტყა პირველი წრე და მაგელანი როგორი ის იყო რომელმაც ის მეზღვაური იყო რომელმაც დედამიწას წრე დაარტყა და სულ ოცნებობდი და მე ველოსპორტსმენი რო გავხდი ფიქრობდი რამდენი კილომეტრები მაქვს გავლილი და პირველად 40,000 კილომეტრი რო გავიარე მგონი 2 წლის განმავლობაში ნუ ძალიან მიხარობდა რა რაღაცა მეთქი დედამიწას წრე მაქვს შემორტყმული და მე უპეს მანქანაზე რო დავჯექი აღარ ვიცი რამდენი მაქვს დედამიწისთვის წრე შემორტყმული ნუ ეხლა შეგვიძლია ვიანგარიშოთ ხო 3 თვით ხო ჩამოდივარ ერთი თვეში 10,000-12,000 მილს გავდივარ ხო 3 თვე 30,000 ესე იგი 2 თვეში 4 თვეში გავდივარ დედამიწას უტყავ წრეს რა რამდენიმე წრე მაქვს ახლა დათვლილი გაიგე ახლა დედამიწა არაუშავ აი მთვარეს თუ შემოვარტყავ წრეს აი მაშინ მაგარი იქნება ჯერ მთვარეს წრეს დაარტყა იქ უნდა ახვიდე არა ეს უკვე ჩემი ფანტაზიები ვაიომინგში არის ძალიან ბევრი პატიმრები ცხოვრობენ ადრე ვაქვენ რა თქვა მე ხო ადამიანი რაღაცას რო დააშავებს ორ ვარიანტს ეძლევენ აი მოდი 5 წელი თუ კიდე ციხეში იჭექი და თუ კიდე აგერ აიღე ტერიტორია რაღაცა პატარა სახს მოხსენებ ძროხა კათამი და მიხედე და იცხოვრე და ძალიან ბევრი პატიმრები მოდიან აი ესეთ სახლებში რა აი ეგ ცხოვრობენ იმედით რომ ადამიანი აქ რო თქვა 5 წელი იცხოვრებს ძროხებს იმეს მოყრის მერე შეიძლება დარჩეს და უმეტესი რჩება კიდევაც რა აი ესეთ სახლებში
სულ მინდა მაგათ დაველაპარაკო მონტანაში, ვაიომინგში, ძალიან ბევრი ადგილებში არის, მაგრამ რატომაც ხო იცი შენ პრობლემა რომ აქ ეს გადაღების ალბათ იმედია მაგ ადამიანებთანაც მივარ. აი კაცი გეცხოვრობს ეს აშკარად პატიმარია თორე აქ ნებაყოფლობით არავინ არ წამოვა საცხოვრებლად. შეთაშორის ამ პროგრამით, ასეთი პროგრამით უსებად ციმბირი აითვისეს. ციმბირი ხო ცივი იყო და პატიმრებდა იქ აგზავნიდნენ ხო რუსეთში და ისინი დასახლდნენ მაგადანი და ჩიტა და ასეთი რაღაცები დასახლდნენ და ამ პროგრამას ამერიკაც იყენებს დღემდე. თუმცა სხვანაირადაც იყენებს, აი არის პროგრამები, აი გეტყვი, აი მოდი აი ეს მიწას მოგცემ 10-15 წელი ამუშავე, რაც მინდა გააკეთე. გადასახადს არ გადაკახდებინებ და ბევრი მოდის, მაგრამ აიც ადამიანს ხო ის კომფორტი უნდა და ერიდება სიცივეს და ზედა არაკომფორტულ ადგილებს. თუმცა ერთი-ორი ადამიანები მოდიან და იწყებენ ცხოვრებას, აი ეგერაც გამოჩნდა ეგერის ერთ-ერთი ფერმა, ესე დარწმუნებული ვარ. პატიმარი ცხოვრობს. თუმცა მე ადრეც ამაკ ნათქვამი, აქეთ ეხლა ცოტა შორს რომ მივართ, იქ არის ბენზინგასამართის სადგურია. და ინდუსია რა, მე ადრე ვიდეო მაქვს გადაღებული, ისიც ციხეში მოხდა, არ ვიცი რაღაცა დააშავა და ციხეში ჯომას ამჯობინა აქი წამოსულიყო, დასახდა და იქით ბენზინგასამართის სადგური გახსნა და სხვათაშორის ძალიან კაი ბენზინგასამართის სადგურია, ძალიან იაფია და შერჩა და მგონი 35-40 წელი აქ ცხოვრობს. აი ხა ცოტა ახლოს მოვივარ და გაჩვენეთ მაგ ბენზინგასამართის სადგურს. სხვათაშორის ამ პრაქტიკას ჩვენი მეფეებიც ხმარობდნენ. ეხა მოხევებს არ ეწყინებათ, მაგრამ ისტორიაში რო ჩავიხედოთ აი ხევში არა მარტო მოხევები იქითკენ საზღვრისპირა ადგილებში პატიმრებს აგზავნიდნენ და იქ შებოდნენ, ხო? ცოლს მოიყვანდა შვიდ და ცხოვრობდნენ და იყვნენ. ეხა წეგან მოხევებიც ვახსენეთ და ფაქტიურად მოხევები წინაპრები პატიმრები იყვნენ რა. თუმცა პატიმრების აშენებულია ავსტრალიაც. ინგლისიდან რო გამოაგზავნიდნენ პატიმრებს, ავსტრალიაში აგზავნიდნენ, გადაასახლებდნენ და ნახეთ ახლა როგორი ქვეყანა ავსტრალია. სხვათაშორის როგორ მახსოვს პატრიარქი ეპისტოლეებს რო უშვებდა ხოლმე მიშას რო ციხეებს რო აშენებდნენ რუსთავში და ქალაქებში სულ ეუბნებოდა მოდი ააშენე ეს ციხეები განაპირა რაიონებში. იქაც ხალხი დასაქმდებოდა და პატიმარი შეიძლება არ წამოსულიყო, თქვა 10 პატიმრინა შეიძლება 9 წამოსულიყო, ერთი დარჩებოდა, ცურს მოიყვანდა და იქ განავითარებდა თავის თქვა ინფრასტრუქტურას. იგიჯერებს. ყველა თბილისში მოდის და ის თებში და საზღვრისპირა სოფლებიც არ ერდება, საზღვრისპირა სოფლები კი არა. აი თბილისთან რო სოფლები ისიც არ ერდება, ყველა მოაწვა თბილისში. და ეს პოლიტიკა რო გაატაროს მთავრობამ, ძალიან მაგარი იქნება. პატიმრების არ ვიცი, მაგრამ ჩვენი მთავრობა იმდენი არაბები და უცხო აზიელები მოყავს თბილისში, რომ ალბათ ქართველები თბილისიდან გაიქცევიან და წავდნენ სოფლებს განაპირა რაიონებში და თბილისი და ეს ცენტრალური ჩვენი რაიონები დარჩებათ ამ აზიელებს და აქვეებს, არაბებს და არაქართველებს. რავი, კარგია თუ ცუდია, რავი, მე როგორც ვიცი, ჩემი მეგობრები და ვისაც ვიცი, ყველა წინოს თბილისიდან გავიდნენ და სოფლებში დასახლდნენ. მაგრამ კარგიც არის, რა ვიცი, როგორ გითხრათ, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი თბილისი რო გეტოს დაემსგავსება და ამდენ კორპუსებში და ამდენ ჭერაჭურა ხალხში და რა ვიცი, ადგილი არა დარჩენილი, რომ კორპუსი არ ააშენო და რა ვიცი, რა ქალაქი გამოვა ესა და როგორ გამოვა. ამაზე ძალიან გული შემტკივა და მე ახლა ჩვენ გზებზე რომ მაგაზეც ვილაპარაკებ და უფრო ცოდნისი და შემეცნებით ვილაპარაკებ, მაგრამ ფაქტი რომ თბილისში სასწაული ხდება და თბილისი
10 წელიწადში გახდება გეტოების ქალაქი ეს პარტია. საშიშროების წილად გავართ. აი უახლოვდებით იმ ინდუსის ბენზინგასამართ სადგურს. აი წარმოიდგინეთ 40 წლის წინ. აი აქ დასახდა ეს ინდუსი, ეთქვა გათვალა კიდევაც. ეს გზა ცენტრალური გზა 80-იანი გზა რომელიც თემ ამერიკას კვეთავს. ეცელა წერია კიდევ ნახოთ. Close to campus and წერია და დაკეტილია გზაური მათთვის არ ვიცი. ჯერჯერობით არაფერს საშიშროებას ვერ ნახო. ხო და აი ცოტა ხედავთ მარცხენა მხარეს უახლოვდებით. ჩემი ვიდეო თუ გახსოვთ მაშინ არ ჩამაწერინას, თუმცა შევედი და რაღაც კითხვები დავუსვი, მაგრამ ვიდეო არ გადამაღები. საერთაშორისო ყველაზე იავე ხა ბენზინსა დიზელი არის 3.50 და ეს 2.97-ად კიდის. არ ვიცი როგორ ახერხებს, არ ვიცი. აი გაზის მილი იყო ეს გაზის რაღაც საწარმოა და ნახეთ აი ამ სივრცეში მოვიდა ეს ინდუსი. ეს რაღაც ერთი 95-ის კაცია და აი ეს ატიმარი გახდა და აი ეს გახსნა ბენზინგასამართი სადგური. ნახეთ. და თავისებური მაღაზიაც აქვს და პატარა სასტუმროც აქვს და ნახეთ ამდენი ტრეილერებით განა. გაფართოვდა და გაფართოვდა. ერი ძმისშვილები ნაცესაები მოყავს და ნუ აი ფაქტურად ეს მისი სივრცეა. კაციშვილი არ ცხოვრობს აქეთ, მაგრამ იმას თავისი ბიზნესი აქვს და შოთაშოეს ამე ძალიან ბევრი მანქანა ჩერდება მან. ჩვეულებრივი პატიმარი იყო. მეგობრებო, უკვე დაგემშვიდობებით, არაფერს ისეც საინტერესო არაფერი არ გველოდება, მით უმეტეს აი ეს უნდა ვიარო ტრამვალებში. დასახლებაც არ არის არაფერი. ვიდეო შევავსეთ. და როგორც ყოველთვის, თუ რამე საინტერესო და შემეცნებითი გამოჩნდა, ვერ მომზადებული ვართ. აპარაცული სული მუშაობს. აგათ აბა ყველას ბედნიერებას იხარობ და შევხვდებით იმედია საინტერესო ვიდეოებში.